ეს პროდუქტი 1000 წლეულების განმავლობაში ხმელთაშუა ზღვისპირეთის მენიუს განუყოფელი ნაწილი იყო. საინტერესოა მაინც რა გზას გადის ყველა ჩვენგანისთვის, ასე საყვარელი ზეითუნის ზეთისხილის ხიდან სუფრამდე. მე ზეითუნის ზეთის მსოფლიოში ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში ვიმყოფები, ესპანეთში. ჩინეთში კი ვაპირებთ მოუძებნოთ დელიკატესი, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია თავისი წარსულით. მე ძინჰუაში ვიმყოფები. უკვე 1000 წელზე მეტი აქ დამზადებული ლორი განთქმულია თავისი გემოთი და მას ერთ-ერთ ეროვნულ საგანძურად მიიჩნევა. მოგესალმებით გადაცემაში კულტურათა გზაჯვარედინზე. შემოგვიერთით და ერთად მივაგოთ პატივი უნიკალური პროდუქტის დამზადების ტრადიციას, რომელიც დრომდე საქმის სიყვარულმა გამოძერწა. ზეითუნის ზეთს სამხრეთ ესპანეთში ჯერ კიდევ რომაელების პერიოდიდან აწარმოებენ. როგორც წესი, მოსავალს ანდალუზიაში ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით იღებენ. ჩემი გიდი იქნება ბენიტო, კოოპერატიული მეურნეობის წევრი. ბენიტო, როგორ ატყობ, რომ ზეთისხილის ნაყოფი მწიფეა და რამდენს აიღებთ დღეს? ზეთისხილის მოკრეფის საუკეთესო დრო მაშინ დგება, როცა მწვანე ნაყოფი გაშავებას იწყებს. ამის მერე უკვე შეგიძლია დაიწყო მოსავლის აღება. ერთ დღეში როგორც წესი დაახლოებით 5-6 კილოს ვიღებთ. და როგორია წლევანდელი მოსავალი შარშანდელთან შედარებით? გაითვალისწინეთ, რომ სამწლიანი გვალვა გქონდა და ზეთისხილის ძველი ხეები ძალიან გამოიფიდა. უფრო ახალგაზრდა ხეები კარგ მოსავალს იძლევიან, მაგრამ ძველებმა ცოტა მოისხეს. ამიტომ წელს გასული წლისნაირ მოსავალს ველოდებით. ზეთისხილის ნაყოფი მაშინვე ახლოს მდებარე საწარმოში მიაქვთ. საუკეთესო ზეთის მისაღებად ნაყოფის მოკრეფიდან მის დაწურვამდე შუალედი, რაც შეიძლება მცირე უნდა იყოს. პირველ რიგში ზეთისხილს ასუფთავებენ, ფოთლებსა და ყუნწებს აცლიან. მერე კარგად რეცხავენ. ბოლოს ზეთისხილის ნაყოფს ჭყლეტენ და თქვეფენ, როგორც ფაფას, რომელიც უკვე მზადაა გამოწურვისთვის. მწარია არა, ყელს წვავს. მაინც რა არის ნამდვილად კარგი ექსტრა არარაფინირებული ზეითუნის ზეთის მიღების საიდუმლო? კარგი ზეთი რომ მივიღოთ, საღი ნაყოფი უნდა ავარჩიოთ. შემდეგ ზეთის სახთელსაწარმოში 27 გრადუსზე დაბლა დავწნეხოთ ყოველგვარი დანამატის გარეშე. ეს არის უბრალოდ ბევრი ზეთისხილისგან გამოხდილი წვენი, რომლისგანაც დიდებულ არარაფინირებულ უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთს ვიღებთ. ბენიტო, დიდი მადლობა, აქაურობა რომ დამათვალიერებინე. Muchas gracias. არაფრის. მოდი ახლა ცოტა ხნით დავტოვოთ ანდალუზია და ჩინეთში. ჭეძიანგის პროვინციაში გადავიდეთ, რათა აღმოვაჩინოთ კიდევ ერთი დელიკატესი, რომელსაც 1000 წელზე მეტია ძალიან აფასებენ. ქალაქ ძინჰუის ხსენებაზე ჩინელების უმეტესობას ლორი აგონდება. ეს არის ადგილი, რომელშიც სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გამოყვანილ ხორცს ამზადებენ. ისეც როგორიც არის მაგალითად იტალიური პარმის ლორი ან ესპანური იბერიული ლორი. და როგორც ანტეკერის ზეითუნის ზეთს, ძინჰუის ლორცაც ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი იცავს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ კონკრეტულ რეგიონში დაფუძნებულ მწარმოებლებს შეუძლიათ ამ სახელის გამოყენება. დღეს ძინჰუის ლორი ჩინეთის კულინარიულ საგანძურად ითვლება. პარკლის მთელ ზედაპირს მარილით თანაბრად ვამუშავებთ. ეს მარილი არ გავს ჩვეულებრივ მარილს, რომელიც მინახავს. გაცილებით მსხვილად არის დაფქული. დიახ, ეს ზღვის მარილია და მისი კრისტალების ზომა 16-20 მეშია. ზღვის მარილი? დიახ, ის უფრო ცოტა მინერალს შეიცავს, მაგრამ მისი კრისტალების ზომა საუკეთესოა ლორის გამოსაყვანად. ძინჰუის ლორის გამოყვანის პროცესი ძალიან დიდ სიზუსტეს მოითხოვს. შევამჩნიე, რომ ხორცის სხვადასხვა ნაწილს განსხვავებულად ამარილებ. ასეა? დიახ, ძვალთან ახლოს ხორცი უფრო ძარღვიანია და მეტი მარილი სჭირდება, რადგან უფრო ნელა იწოვს მას. ერთი სიტყვით, ჩვენი მიზანია თანაბარი შედეგი მივიღოთ, მაგრამ მარილის შეძელის დროს ხელი გიხურდება. ასე 15 წამის ზელის შემდეგ ხელები ამეწვა, რადგან ამ მარილის კრისტალები მსხვილია. ჩენ შუნტონგი ოფიციალურად არის აღიარებული როგორც ხორცის გამოყვანის ოსტატი. ეს ხელობა მან მამისგან ისწავლა. სწავლა 17 წლის ასაკში დაიწყო და უკვე 40 წელია ამ ტრადიციას ინახავს და აუმჯობესებს.
დამუშავების ამ ფაზას რას უწოდებთ? ეს ფერმენტაციის ოთახია. ამ ლორებს რომ ხედავთ, 10 თვეც არ არის, რაც მუშავდება. ფერმენტაციის შემდეგ მისი გემო მთლიანად იშლება. ეს არის ადგილობრივი ძინჰუის ლორის სახეობა, რომელსაც ლიანგტუვუ ჰქვია და ცნობილია ასევე როგორც ჩინეთის პანდა ღორი. შავი თავი და გავა აქვს. ხედავ? 它就是颈部跟屁股部是黑的呢，你看到没？ ხო, აი აქ ვხედავ შავ ჯაგარს. დიახ, ერთ მხარეზე შავი ჯაგარი აქვს, ხოლო მეორე მხარე და ზედა ნაწილი თეთრია. ასეთი ხანგრძლივი ფერმენტაციის შემდეგ მარილი თანაბრად უჯდება ხორცს. ამიტომ მათი გამოყვანის დრო თითქმის ერთნაირია. 均衡了已经啊，对，已经均衡了，所以说它是基本上盐分都是一样的。 უკვე მზადაა? 对，这是我们 დიახ, როცა ლორი დავარგდება, მას ხარისხის მიხედვით ვაფასებთ. აი, ამ ნაჭრის გემო მსუბუქია, არ არის მლაშე. 这个浓郁 შუა ნაწილი ტკბილია, თაფლის გემო დაჰკრავს. Sweet, a little more like honey. მესამე სინჯის არომატი უფრო რბილია და ნაზი. 比较淡一点，稍微啊，对， ეს უკვე ბოლოს აფეხურია, რა? 步骤是吧？是的，是的，因为我 დიახ, შემოწმებისა და შეფასების შემდეგ ლორს ხარისხის მიხედვით ვანაწილებთ და ბაზარზე გასატანად უკვე მზად არის. თუ სუნისა და გემოს შემოწმების შემდეგ ლორი არ უპასუხებს სტანდარტის მოთხოვნებს, მას უფრო დიდხანს ავარგებთ. არა, თუ რომელიმე ნაჭერი არ მოგვეწონა, იმას აღარაფერი ეშველება. ვერ გამოასწორებთ მდგომარეობას. ვერა, უნდა გადავაგდოთ. სწორედ ამიტომ არის დამუშავების პირველი საფეხურები ასე მნიშვნელოვანი. 重要的。 ძინჰუის ლორი, რომლის დამუშავების ტექნოლოგიაც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა, ჩინეთისთვის საკვებზე ბევრად მეტია. ეს არის ოსტატობა, რომელიც მოითხოვს ცოდნას, მოთმინებასა და სიამაყეს. დღესდღეობით ზეითუნის ზეთის წარმოება უკიდურესად მოდერნიზებულია და ძალიან განსხვავდება მისი დამზადების უძველესი ტექნოლოგიისგან. ესტებანს კომპანია დიკოპი სასაწყობე და ჩამოსასხმელ ქარხანაში შევხვდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში. in the world. Esteban, tell us. ესტებან, ორიოდე სიტყვით გითხარით, მაინც რა ხდება ამ ჩამოსასხმელ საწარმოში? Nuestros agricultores están ჩვენს ფერმერებს ზეთისხილი მოჰყავთ. შემდეგ ზეთს ჩვენს ქარხნებში ვხდით, მანამ სანამ აქ მოიტანენ დასაფასოებლად. ეს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქარხანაა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია საათში 19000 ლიტრა ზეთი ჩამოასხას ბოთლებში. en esta planta se pueden envasar unos 19.000 litros por hora. And how much თქვენი პროდუქტიდან რა რაოდენობა გადის ექსპორტზე? ჩვენი ბრუნვა 2024 წელს მილიარდ ნახევარი ევრო იყო. აქედან 900 მილიონის ღირებულების პროდუქტი 80 ქვეყანაში გავიდა. როგორ გგონიათ, მაინც რატომ იზრდება ზეითუნის ზეთის პოპულარობა მსოფლიოში? El aceite de oliva es la ზეითუნის ზეთი საუკეთესო ცხიმია, რომლის მოხმარებაც კი ადამიანს შეუძლია. ის გულის დაავადებისა და კიბოს აცილების ერთგვარი საშუალებაა. ზეითუნის ზეთი ხმელთაშუა ზღვისპირეთის მენიუს მთავარი ინგრედიენტია, რომელიც სიცოცხლის ახანგრძლივებს. სწორედ ამიტომ ჩამოდის ხალხი ესპანეთში, რომელიც ბედნიერი ქვეყანაა. ხალხი აქ ზეითუნის ზეთისთვის მოდის. muy alta. Por eso la gente viene a España, que es un país feliz, y vienen buscando el aceite de oliva. აი ასე შესანიშნავად დავასრულეთ ჩვენი მოგზაურობა. დღეს სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე ჩემი და გადაცემის მთელი გუნდის სახელით მადლობას გიხდით, რომ გვიყურებთ. thanks for watching.